მოგესალმებით ბიჭებო და გოგონებო. მოკლედ ამ ვიდეოში გასწავლით როგორ უნდა ჩამოწეროთ ჩვენი ლაუნჩერი. პირველ რიგში რაც საკეთებთ არის რომ აქ search-ავთ ასეთ რაღაცას GL launcher GitHub Shelterson GD და გადავდივართ პირველივე ლინკზე. შემდეგ ვაჭერთ აი აქ ეს ლინკი ასევე იქნება აღწერაშიც. შემდეგ ვაჭერთ აი ამას Windows X64 GL launcher X-ზე. ველოდებით ჩამოწეროს. რომ ჩამოწერთ აქ დააწვევით keeps და შემდეგ ამას გადმოიტანთ desktop-ზე. იმიტომ რომ launcher-ს ინსტალაცია არ აქვს, პირდაპირ რო გახსნით იხსნება. შემდეგ რას ვაკეთებთ? შემდეგ შევდივართ ამ ლინკზე gl.sexy-launcher.net და შევახვალთ ასეთ საიტს. აქ ჩაწერთ Minecraft-ში რაც გაწერიათ, მაგალითად ახლა მე ჩავწერთ ყაბანა. აქ ჩაწერთ parolls, რაც გიდეთ რო გეყენოთ launcher-ზე, ისევე როგორც სერვერებზე. ეხლა მე აღარ დამარეგისტრირებს, რეგისტრაცია ჩაიშალაო, იმიტომ რომ უკვე დარეგისტრირებული ვარ ჩემი სახელით. შემდეგ უკვე launcher-ს რო გახსნით, იქნება აი ასეთი რაღაც. შემდეგ აქ შეიყვანთ თქვენს სახელს, რაც დაიწერეთ ვებსაიტზე და დაბლა შეიყვანთ parolls. შემდეგ დააწვევით აქ sign-ins და შემოხვალთ. შემდეგ აქ რა ხდება? ეს არის sexy პაკი, რომელიც იგივეა, რაც sexy launcher-შია, ასე რომ ეს არ გჭირდებათ. აირჩევთ Frosty Days და დააჭერთ თამაშს. შემდეგ აქ ჩამოიწერს ფაილებს და ჩვეულებრივად შემოგიშვებთ სერვერზე. დაველოდებით ამას დაახლოებით 3-დან 5 წუთამდე უნდა წესიერი ინტერნეტით, რომ ჩამოწეროთ ეს. ამ launcher-ს აქ შეინახავთ და დაველოდებით Minecraft-ის ჩართვას. როგორც ხედავთ, ჩაირთვა უკვე Minecraft-ი. დაველოდებით რომ ჩატვირთოს მოდები და პირდაპირ დავგვეკავშირებს სერვერზე. შემდეგ აქ უკვე გაივლით ავტორიზაციას, ჩაწერთ login და paroli რაც დააყენეთ. და როგორც ხედავთ, წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია. შემდეგ რაც ვაკეთებთ ეს არის რომ ვაჭერთ ღილაკს V გადავდივართ setting-ებში და აქ ვაყენებთ ასე push to talks და აქ ვირჩევთ რომელ ღილაკზე გვინდა რომ გააქტიურდეს push to talk-ი. ამ შემთხვევაში მე მიყენია mouse-ის მეოთხე ღილაკზე, დამატებითი ღილაკები თუ გაქვთ mouse-ზე შეგიძლიათ რომ მაგაზე დააყენოთ, თუ არ გაქვთ, არ ვიცი, შეგიძლიათ მაგალითად დააყენოთ B ღილაკზე და როცა B ღილაკს დააწვევით, თქვენ ახმას გაიგებენ, აი აქ როგორც ხედავთ მარცხნივ დაბლა კუთხეში, აი აქ რო ვაჭერ B ღილაკს, ჩვეულებრივად მიჩვენებს ჩემი ხმა ისმის. სულ ეგ არის, ძალიან მარტივად შემოხვალთ სერვერზე და დაიწყებთ თამაშს. ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში იქნება გაშვებული და შეიძლება რაღაც ბაგები იპოვოთ launcher-სა და ვებსაიტზე. შესაბამისად, თუ რაიმე ბაგები იქნება, დღეს ჩამსხდრები ვიქნებით მეც და Shelterson-აც და ყურადღებას მოგაქცევთ ბაგებთან დაკავშირებით, რომ გამოვასწოროთ ეს ბაგები და ყველაფერი. ასე რომ თუ რამე ბაგს იპოვით, შემოდით ჩვენს Discord server-ზე და დაგვირეპორტეთ, ან პირადში მოგწერეთ ან მე, ან Shelterson-ს. დიდი მადლობა.